მთავარი მითი კი ალბათ ის არის, რომ ქვეყანა თუ იმპერია, რომელსაც თანამედროვეები ბიზანტიას უწოდებენ, სინამდვილეში არ არსებობდა. არ უარსებიათ არც ბიზანტიელებს, როგორც რომელიმე სახელმწიფოს მცხოვრებლებს. ბიზანტიელებად ზოგჯერ მოიხსენიებდნენ კონსტანტინოპოლის მცხოვრებლებს ძველი ქალაქის ბიზანტიის სახელის გამო, რომელიც 330 წელს იმპერატორმა კონსტანტინემ ხელახლა დააარსა და დაარქვა კონსტანტინოპოლი. დაწყებული მესამე-მეოთხე საუკუნეებიდან და თურქების მიერ კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ 1453 წელს აღმოსავლეთ რომის იმპერიის აღმნიშვნელი რამდენიმე დამკვიდრებული და ყველასთვის გასაგები ფრაზა და სიტყვები არსებობდა. ესენია რომეების, ანუ რომაელების სახელმწიფო, რომანია, რომაიდა. ამ იმპერიის მცხოვრებლები კი საკუთარ თავს რომაელებს უწოდებდნენ, საკუთარ მმართველ რომის იმპერატორს ვასილევს, ხოლო დედაქალაქს ახალ რომს. მათში საიდან გაჩნდა სიტყვა ბიზანტია და მასთან ერთად წარმოდგენა ბიზანტიური იმპერიის როგორც სახელმწიფოს შესახებ, რომელიც წარმოიქმნა რომის იმპერიის დაცემის შემდეგ მის აღმოსავლეთ პროვინციებში. საკუთარი თავის აღწერის აღმოსავლეთ რომაული ტრადიცია მოექცა ოსმალეთის იმპერიის ბერძნულ-ენოვანი მიწების ფარგლებში. ნიშნულოვანი ახლა იყო მხოლოდ ის, რომ ბიზანტიის შესახებ ფიქრობდნენ და წერდნენ მხოლოდ დასავლეთ ევროპელი მეცნიერები. დასავლეთ ევროპულ ტრადიციაში კი სახელმწიფო ბიზანტია ფაქტობრივად შექმნა იერონიმ ვოლფმა, გერმანელმა ჰუმანისტმა და ისტორიკოსმა, რომელმაც 1567 წელს გამოსცა ბიზანტიის ისტორიის კორპუსი, აღმოსავლეთ იმპერიის ისტორიკოსთა თხზულებების მცირე ანთოლოგია ლათინური თარგმანით. სწორედ ამ წიგნის შემდეგ იწყება დასავლეთ ევროპულ სამეცნიერო ნაშრომებში ცნება ბიზანტიურის გამოყენება. ვოლფის ნაწარმოები საფუძვლად დაედო ბიზანტიელი ისტორიკოსების სხვა კრებულს, რომელსაც ასევე ერქვა ბიზანტიური ისტორიის კორპუსი, მაგრამ ბევრად მასშტაბური იყო ის საფრანგეთის მეფის ლუი მე-14-ის მხარდაჭერით 37 ტომად გამოიცა. და ბოლოს მეორე კორპუსის ვენეციური გამოცემა გამოიყენა მე-18 საუკუნის ინგლისელმა ისტორიკოსმა ედუარდ გიბონმა, როდესაც წერდა საკუთარ რომის იმპერიის დაცემის ისტორიას. არც ერთ სხვა წიგნს არ მოუხდენია ასეთი დიდი და იმავე დროს დამანგრეველი გავლენა ბიზანტიის თანამედროვე იერსახის შექმნასა და ბიზანტიის აღქმაზე ზოგადად, როგორც ამ წიგნმა მოახდინა.